გასცემს თქო ეხლა პასუხს, როგორ ვაგრძელებთ ამის შემდეგ მუშაობას, ცხოვრებას ამ ქვეყანაში, საერთოდ როგორ ვაგრძელებთ არსებობას, მე თქვენი სტატუსი წავიკითხე, ეს ჟურნალისტები დაუსრულებლად რომ მეკითხები არ ასაპირებო, მესმის შესაძლებელია ცოტა გამაღიზიანებელია ეს კითხვა, მაგრამ ეს არის მთავარი კითხვა დღეს. სავარაუდოდ ორშაბათს შედის საკონსტიტუციოში სარჩელი. რას ელით მერე უკვე? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. ნუ აქ ხო ახალი არაფერი არ არის, ინგა რომ ეს რაღაც მოულოდნელი იყოს ჩვენთვის განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისთვის. ახლა 13 წელია ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება რომ უნდა გაგვანადგუროს, გაგვაუქმოს ნაციონალური მოძრაობის 30000 წევრი ოფიციალურად რეპრესირებულია. ეს ხალხი 13 წელია პროკურატურაში დადის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სააკაშვილი ციხეში არის, ახლა პოლიცსაბჭოს ლიდერიც ციხეში არის, ირაკლი ნადირაძე გამორჩეული ლიდერი ციხეში არის და საერთოდ მოძრაობა 13 წელია ამ ყველაფერს შევეჩვიეთ, განსაკუთრებით ახლა აპრილში ყველას გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის ეს ცნობილი სიტყვა, სადაც ძალიან ღიად თქვა რას აპირებდა და თქვა რომ აი მარტო ნაციონალურ მოძრაობას კი არა, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ყველას ავდგები და ავკრძალავ, ისაუბრა ძალიან ღიად იმაზე რომ მას სანამ ერთი ადამიანი მაინც კიდე იქნება ქვეყანაში განსხვავებული აზრით, აუცილებლად აკრძალავს და მოუსპობს ყველანაირ შესაძლებლობას და ეს თქვა ძალიან ღიად. ეხლა როგორ მოიმზადეთ ამისთვის? აი ეს არის ეხლა კითხვა, იმიტომ რომ ივანიშვილმა როცა ეს თქვა, ეს იყო არჩევნების წინა პერიოდი, პრაქტიკულად წინა საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეები იყო, ხო, ბოლო დიდ შეკრებაზე თქვა. ანუ რა დაუპირისპირეთ, რას უპირისპირებთ? იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა როგორც ასეთი მარტო თქვენი პარტიის აკრძალვა არ იგულისხმება ამაში. აქ საუბარი არის სხვადასხვა პარტიებზე დაახლოებით 10-მდე პარტიო და პლუს სიები იქნება კონკრეტული ადამიანებს, რომლებიც უნდა აიკრძალონ. ანუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც შეიძლება მიტინგზე თქვენს გვერდით აღმოჩნდეს, სადაც თქვენ უკვე აკრძალული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რამე განცხადებას გააკეთებთ, შესაძლებელია ეს ადამიანიც ქართულმა ოცნებამ ასაკრძალთა სიაში შეიყვანოს. ანუ სიბნელის გაფორმება, მართლა დიქტატურის გაფორმება ხდება ასე, ხო? როგორ მოემზადეთ ამისთვის? ახალი არ არის. კი, მე ასევე იმასაც ვიტყვი რომ იქ ესეთი არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს სწორი ხართ, აი ჩვენს ოჯახის წევრებსაც კი კრძალავენ, იმიტომ რომ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები, რომელიც საერთოდ არ არის განმარტებული რა არის და ეს შეიძლება იყოს ძალიან ვრცელი სპექტრი ადამიანებს, აი მაგალითად რა ვიცი, ოჯახის წევრი ან ერთხელ მაინც რომელიმე პარტიისთვის, ოპოზიციურისთვის ხმა რომ მიუცია, აი ესეთი ადამიანი უბრალოდ შეიძლება აკრძალონ, ხო? ჩვენი პასუხი ამაზე არის ერთი, ინგა, ბრძოლა. მე გუშინ ვთქვი რომ ნახევრად პარტიზანულადაც რომ მოგვიწიოსო და ხალხმა ჩათვალა რომ აუცილებლად ტყეში უნდა წავსულიყავი და იქიდან უნდა მებრძოლა, მაგრამ რეალურად კი ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ უკვე აღარანაირი სივრცე არჩება. ჩვენ ახლა ცხადია რომ პროცედურულად სტრასბურგში აუცილებლად გავასაჩივრებთ ამას, მაგრამ ჩვენ უკვე ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც ხო იატაკქვეშეთიდანაც რომ მოგვიწიოს ბრძოლა, როგორც ეს არ არის უკვე პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, ეს არის ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა. სტრასბურგის სიტყვას ჩალის ფასი აქვს, მე კობახიძის სიტყვებს გავიმეორებდი და დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება და ადვილად წარმოსადგენია რა იქნება გადაწყვეტილება, ხო? მათი რეაქციიდან ამ ოპოზიციის აკრძალვის თაობაზე ეს არ შეცვლის მათგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მოლოდინი რა თქმა უნდა არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაინც გავივლით ამ პროცედურას, როგორ გაგრძელდება ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით ჩვენ პროცესებს უყურებთ ესე, ინგა, რომ პოლიტიკა არ არსებობს, პოლიტიკა მოკლა ბიძინა ივანიშვილმა, მოკლა პოლიტიკური პარტიები, აგერ ემუქრება სამოქალაქო აქტივისტს და ასე შემდეგ. ეს არის მოძრაობა, რომელიც თავისი არსით უკვე უტოლდება ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას, იმიტომ რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას, ხო? რუსები არიან ესენი. აქ ყველანაირი ზღვარი პოლიტიკური გემოვნების არის მოშლილი და სწორედ აი ამ ჩარჩოდან, რასაც ქვია ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, უნდა ვიყოთ ყველა ერთად, ყველა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა რა იყო წარსულში, არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციები, ვის რა პოზიციები ქონდა წარსულში, ყველა ვისთვისაც ეხლა აი ეს ბრძოლა არის მნიშვნელოვანი იმით, რომ სრულად აცნობიერებს, რომ ამ ქვეყანაში აღარც არჩევნებია, აღარც პოლიტიკური პატიმრებია, აღარც არანაირი პოლიტიკური პროცესი არ არის, აღარც სამოქალაქო აქტივიზმია. ყველა ამ ადამიანის ერთობით ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და ჩვენი პასუხი ამაზე არის ეს.
ეს ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა გამახსენდა 4 ოქტომბრის წინ, თუ კი რაიმე ინტერვიუები წამიყვანია, თითქმის ყველა ინტერვიუში, ყველა რესპონდენტისგან მე მესმოდა, რომ ეს არის ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა. როგორც დამთავრდა, ნახეთ, მოусმინეთ გუშინ ირაკლი კობახიძის გამოსვლას, როდესაც მან ყოფილ თანაგუნდელებზე პრაქტიკულად ღიად თქვა, რომ ისინი აფინანსებდნენ 4 ოქტომბრის ორგანიზატორებსო, რა რეაქცია გქონდათ და თქვენი პასუხი რა არის? ანუ ძნელი მისახვედრი არ არის, ვიზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე, ხო? ჩემი პრემიერობის შემდეგ ვინც წავიდა კაბინეტიდან. ხო, თუმცა ეს მე ამ შეთქმულების თეორიებს არ ვიზიარებ, გონია რომ კობახიძეს ამ ნარატივის შეგნებულად გავრცელება აწყობს იმისთვის, რომ ყოფილ თანაგუნდელებზე იძიოს შური და ჩვენ ვიცით ლილუაშვილი და ღარიბაშვილი რა დღეში არიან და შინა პატიმრობაში რო არიან, ეხლა 4 ოქტომბერს დაფინანსებულის არაფერი არ ეტყობოდა, ნამდვილად იქ ადამიანები საკუთარი ნებით, საკუთარი სურვილით გამოვიდნენ და როგორც დასრულდა მაგის გათვალისწინება. ხო, მაგრამ აი ეს ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველა ჩემი რესპონდენტისგან ეს სიტყვები მესმოდა, რომ 4 ოქტომბერს ვიწყებთ და ვასრულებთ, იმიტომ რომ ეს არის ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა და რითიც დასრულდა ვხედავ. ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის, რომ ეს არის ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა და რითი დასრულდა და აი ვიტყვი რატო? კი, იმიტომ რომ ჩვენ სულ ვამბობდით, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ამ ქვეყანაში თუ ესენი დარჩებოდნენ რუსული საოკუპაციო რეჟიმი, ამიტომ ხედავთ ჩვენ თავარ გზას რეჟიმთან ბრძოლის არა არჩევნებით, არამედ რევოლუციური ცვლილებებით, რომ სხვა გზა არ არის საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლაში და ჩვენ ვამბობდით, რომ კი, თუ 4 ოქტომბრის შემდეგ ესენი დარჩებიან, როდესაც საბოლოოდ გაიფორმებენ ადგილობრივ თვითმმართველობას, ამ ქვეყანაში ბრძოლა, ცხოვრება იქნება ბევრად უფრო ანუ რევოლუცია გრჩება ერთადერთი გზა რევოლუციაა, თქვენი ხალხი. ხალხი არ გაყვა აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც დაანონსეს სცენიდან, რომ მივდივართ ეხა ათონელზე, რომ გასაღები ჩავიბაროთო და რევოლუციას თუ კი ფიქრობ და აანონსებთ როგორც გამოსავალს, როგორ წარმოგიდგენიათ, ანუ ამისთვის ხალხი გჭირდებათ, ხალხი არ გაყვა. ასე არ ვიტყოდი, მე ესე ვიტყოდი ამას. 4 ოქტომბერმა ანახა ძალიან მნიშვნელოვანი და გუშინ ეს კობახიძის განცხადებასაც ეტყობოდათ. დავაკვირდით, რომ აი თუ რამეზე გიჯდებიან იმაზე, რომ 4 ოქტომბერს გამოვიდა ძალიან ბევრი ხალხი, იმიტომ რომ კობახიძის მთელი ნარატივი რა არის, რომ იქ მარტო 300-400 ადამიანი დგას რუსთაველზე და მთელი საპროტესტო მუხტი. ეს არის მეტი არავინ არ არის და ამიტომაც უნდა აუკრძალოთ ეს რუსთაველის პროტესტი და უცებ 4 ოქტომბერმა ამას ელაპარაკებოდა სხვათა შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც, როდესაც ელაპარაკებოდა 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ნორმალიზებას სიტუაციის. და 4 ოქტომბერმა ანახა რომ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე კი ვერ გამოვიდა. იგაბარა მთელი საქართველოს ისტორია რო ვნახოთ ეხლა, რა ვიცი, ქაქუცა ჩოლოყაშვილსაც არ გამოვიდა იმ წუთას ის აჯანყება, მაგრამ მაგან თავისი შედეგი მოიტანა და რა ანახა 4 ოქტომბერმა? 4 ოქტომბერმა ანახა, რომ 13 წლის განმავლობაში ხელისუფლება, რომელიც აკომპლექსებდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ რევოლუცია არის ცუდი სიტყვა, რომ რევოლუცია არ შეიძლება და ყველას დაგიჭერთ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე გამოვიდა. მაგრამ არ გაყვა ორგანიზატორებს ათონელზე. მე ათონელზე ვიყავი და ანუ როცა რევოლუციაზე ვსაუბრობთ, ამიტომ ვიხსენე. ცოტა სხვა, კი, მესმის და ამ გიპასუხებთ. ამაზე მე იქ ვიყავი ათონელზე იმ დროს მურთასთან, პაატასთან და ირაკლისთან ერთად. არ ვიტყოდი ესე, რომ ხალხი არ გაყვა. ალბათ უფრო მეტი კომუნიკაცია სჭირდებოდა ამ ხალხს იმასთან დაკავშირებით, რა უნდა ყოფილიყო იმ დღეს. მაგრამ ამ გამოცდილებამაც გვასწავლა და ყველაზე მთავარი რაც გვასწავლა არის არა ის, რომ აქ სხვა გზა არსებობს გარდა რევოლუციური ცვლილებებისა. გვასწავლა ის, რომ მეტი ორგანიზებულობით, მეტი გამბედაობით, მეტი შეუპოვრობით, მეტი პასუხისმგებლობით ჩვენ, იმიტომ რომ სხვა გზა გარდა საპროტესტო აქციებისა, სხვა გზა გარდა რევოლუციური ცვლილებებისა რეჟიმის დამარცხების არ არის. საპროტესტო აქციების მოსახსჩობად რა გადაწყვეტილებებს იღებენ ახალი ეს რეპრესიული კანონები, უკვე არასრულწლოვანებიც კი შესაძლებელიაო ციხეში აღმოჩნდნენ, თუ კი ისინი მიიღებენ მონაწილეობას, ხო? მსგავს საპროტესტო აქციებზე, ანუ ჩვენ არ ვიცით ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, ანა, მე მახსოვს თქვენ ჩემი სტუმარი იყავით არც თუ ისე დიდი ხნის წინ და დამიდასტურეთ, რომ ყველაფერზე ილაპარაკებენ 4 ოქტომბრის ორგანიზატორები წერილს გამოაგზავნიანო და ამას მოყვა სწორედ მეორე დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოკეტილები არიან საკანში მიმოწერის უფლების გარეშე. თქვენ თუ გქონიათ რაღაც ადვოკატის მეშვეობით, არ ვიცი, კომუნიკაცია, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ელოდება მათგან ახსნა-განმარტებას და პასუხს რა იყო, რა გეგმა იყო, იქ რაღაც ღალატზე რო იყო თუ არა ღალატი, ვინ უღალატა, ანუ რაღაც ინფორმაცია თქვენ თუ მიიღეთ
მივიღეთ მათგან? მე იმას გეტყვით, რომ კი, აი მაგ განცხადების შემდეგ მათ საერთოდ შეეზღუდათ, საერთოდ ნებისმიერი კომუნიკაცია, მანამდე ის მაინც თუ იყოს შესაძლებელი, რომ რაღაცა გზავნილი სიტყვიერი უბრალოდ ამ ადამიანებამდე მიგვეტანა, აი ხა უკვე შეუძლებელი არის, ისე ყავთ ეს ადამიანები იქ იზოლაციაში და ეს გასაგებიც არის ეხა რეჟიმის მხრიდან. მე ერთი შემიძლია ისევ გავიმეორო და დავასწრო, რომ არც ერთი მათგანი ეხა როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ეს ორგანიზატორები, რომლებიც ამდენწლიანი მუხლით, ასეთი თავგანწირვით და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვიცი, რომ უყურებენ ახლა ამ ყველაფერს ამ თავგანწირვისთვის და თავდადებისთვის და უთხრა რომ ეს თავის ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. ამ ადამიანებმა რომელსაც ამხელა რაღაცა და საკუთარი თავები გასწირეს ამ ყველაფერში, ხა კითხვა არ არსებობს, რომელსაც ვერ უპასუხებენ, უბრალოდ უნდა გვესმოდეს ეს მოცემულობა, რა მოცემულობაში ესენი არიან. მათ შეზღუდული აქვს ყველანაირი კომუნიკაცია. აი მაგ განცხადებების შემდეგ რაც ვთქვით, რომ ხო შეიძლება გავრცელდეს, საერთოდ ისიც კი პრობლემა არის, რომ ადვოკატმა გზავნილი შეიტანოს თუნდაც სიტყვიერი. ამიტომაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო და ეს მოცემულობა იქნება, როდესაც ისინი კონკრეტულ კითხვებს უპასუხებენ, მაგრამ მე ჩემი პასუხი მაქვს ამაზე რა იყო, იმიტომ რომ მე სულ ვიმეორებ, რომ მე აქტიურად ვიყავი ჩართული და ეხლა კობახიძეს ყველა თავისნაირი შიშარა ნუგონია. ორგანიზატორიც ვიყავი, შეუძლია ესე ჩათვალოს და ხვალაც რო დამჭირდეს იგივეს ვიზამ. მაგრამ რა მოხდა და რა იყო ეს დღე? ეს იყო წინააღმდეგობის და ბრძოლის დღე და კი რაღაც არ გვეყო. ორგანიზატორებს კი არა, ყველას ერთად არ გვეყო რაღაცა, რომ ეს დღე დასრულებულიყო ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ორგანიზებულობა, უფრო მეტი შეუპოვება, უფრო მეტი გამბედაობა, უფრო მეტი კომუნიკაცია მათ შორის ადამიანებთან. აი ეს არის რაც იმ დღემ ჩვენ გვასწავლა, თორემ ის დღე იყო სწორი და მე ამასაც ვიტყვი, რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ იქ ათონელში შეჭრა იყო სწორი. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რაღაცა, რომ რეჟიმის საოკუპაციო რეჟიმი, როცა მართავს ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეებს აქვს სრული უფლება ნებისმიერი და სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ. ამიტომ, როდესაც ჩვენ 4 ოქტომბერზე ვლაპარაკობთ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა არ გვეყო ამ ადამიანებმა, ორგანიზატორებმა, ანახეს სად არის ბრძოლის და გამარჯვების გზა. არ გვეყო ყველას ერთად ამის, არ ვიცი, იმ დღეს ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, რომ ესე დასრულებულიყო. არაუშავს აუცილებლად მოვა ის დღე, იმიტომ რომ ყველა ბრძოლა საქართველოს ისტორიას გადავხედოთ. ნახეთ მისი სტატუსი. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომ ორივე მოკლედ ვიტყვი, ორივე მიმართულებით ეს იყო სუსის სცენარიო და მაინტერესებს თქვენი. არა, ვერ დავეთანხმები ამაშიც, ვერანაირ შეთქმულების თეორიებში ვერ დავეთანხმები. ერთადერთი ყოველ შემთხვევაში, რაც 4 ოქტომბერმა ანახა და ეს ახლა რა ვიცი, გვარამიას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად ვისაც ახასიათებთ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ახლა ბევრი ადამიანი 4 ოქტომბერს იცით როგორ იყო ინგა, რომ ამიტომ ერთიანობაზე რო ვლაპარაკობ, ამასაც გულისხმობ, რომ ბევრმა ადამიანმა ოპოზიციურ სპექტრში უნდა გაითავისოს ის, რომ საკუთარი თავები კი არ უყვარდეთ ამ ბრძოლაში, ეს ბრძოლა უნდა უყვარდეთ. ვიღაცები იყვნენ ისე, რომ აი 4 ოქტომბერი არ გამოსულიყო, იმას უფრო გულშემატკივრებდნენ, რომ 5 ოქტომბერს მერე დამდგარიყვნენ ყველა ერთად და დაეცხოთ მის ორგანიზატორებისთვის და არ თვლით, რომ ეს სწორია. 4 ოქტომბერი მთელი და იმიტომ კი არა, რომ ორგანიზატორებიდან რა ჩემი რომელიმეს გამხნევება ჭირდება. არა, იმიტომ რომ გულწრფელად გზა გამარჯვების არის ის, რაც იყო 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერმა ანახა, აი ქართული ოცნება გაგიჟებული რატო არის? აი ყველას რო ემუქრება, იქ ვინც იყავით, ყველას დაგიჭერთ ამას იწახის, ხო? და რა ანახა? ინგა ანახა ის, რომ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე ღიად გამოვიდა და კენჭი უყარა და თქვა, რომ ეს ხელისუფლება არის საოკუპაციო რეჟიმი და ეს ხელისუფლება უნდა დაიმხოს. სწორედ ამიტომ მოაყოლეს შემდეგ ის ცნობილი ცვლილებები, რაზეც ბოლო დღეებში ვსაუბრობ. თქვენ სულ ამბობთ, რომ მე ვიყავი ორგანიზატორიო, სხვა შორის ბევრისგან განსხვავებით, ეს ძალიან დასაფასებელია თქვენი პოზიცია. პირდაპირ ეთერში იშვიათად მახასიათებს ხოლმე რესპონდენტს მსგავსი რამ უთხრა, მაგრამ მე გეცით ძალიან დიდი პატივი, როდესაც თქვენ პირდაპირ ეთერში მე ჩამერთეთ და მითხარით, რომ 4 ოქტომბერი რომ შემდგარიყო აქედან გამწევდნენ, აქ ჩემი ადგილი არ იქნებოდა, იმდენი ადამიანი იდგებოდაო და ისე რომ განვითარდა პროცესები, როგორც განვითარდა, იდექით მარტო თქვენ სასამართლოსთან, როცა პაატა ბურჭულაძე და მურთაზოდელავა მიიყვანეს იქ. ამიტომ მართლა ძალიან დიდი პატივი გეცით მაგ თქვენი პოზიციის გამო რა. მართლა ეგრე არის, მართლა ესე ვითარდება ხოლმე პროცესები, გამარჯვებას ყველა იწერს და დამარცხებული ყოველთვის მე. ხო და რატო რა მოიტანა, რატო გავააქტიურე ხა ეს საკითხი. თქვენ სულ ამბობთ, რომ ორგანიზატორი ვიყავი მე, დაგიბარეს დაკითხვაზე. არა, და არა, მე უფრო მეცაც ვიტყვი ახლა. მე არ მჩვევია უკან დახევი, იმიტომ კი არა რაღაცა განსაკუთრებული გმირობა მახასიათებს. არა, მე ზუსტად ვიცი ამ ბრძოლაში, ჩემი მოვალეობაა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა. მე სულ ვიმეორებ, უფრო მეტი შემიძლია ვთქვი, მე იქ 10-ელზეს ვიყავი.
ათონელზეც ყველა იმ პროცესში ვიყავი და ერთადერთი ალბათ თუ ამას არ ვიცი გადარჩენა ქვია იმ წუთას რატომაც მურთასთან და ნადირასთან ერთად არ შევედი იმ სასახლეში იყო ის რომ ჩვენს მისვლამდე იქ იყო შეტაკება და როცა ჩვენ მივედით ჩვენ დაგვხვდნენ ადამიანები გაზით და წიწაკის სპრეისგან მოწამლულები თვალს რო ვერ ახელდნენ და მე შევჭი უბრალოდ მათ იმ წუთას რომ დავხმარებოდი ამ ყველაფერში ამიტომაც არ იმჩნევენ რატომღაც ამას რომ ამას ვაცხადებ და ამას ვამბობ თუმცა ხა მოლოდინი გულწრფელად რო გითხრათ ინგა მე ამ ბრძოლაში არ ვფიქრობ იმაზე რა სიზამს რუსული ოცნება არ მადარდებს ამიტომ რომ ვერ გვაშინებენ ხა რითი უნდა შეგვაშინონ ჩვენი დღეს ციხეში ჯდომა არის ბევრად უფრო რუსული საოკუპაციო რეჟიმი რო გიჭერს უკვე ისეთი ხალხი ზის ციხეში რომ გარეთ ყოფნა უფრო უხერხული არის ამაში ამბავში და არც მაინტერესებს ამ მიმართულებით რა სიზამენ ყოველ შემთხვევაში დამიბარებენ არ დამიბარებენ დამაკავებენ არ დამაკავებენ ერთი ვიცი ზუსტად რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იგივეს რომ დღესაც ავიც ნებისმიერმა ადამიანმა რომელიც დაანონსებს რევოლუციურ ცვლილებებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ მე ანაწილეზე ვიქნები ბოლომდე ჩართული ორგანიზატორიც ვიქნები იმისთვის რომ ეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი მოვიშოროთ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ბევრი ხალხი და საქართველოს მოქალაქეების სიმრავლე და ბრძოლა. ეს არის რაც რუსულ საოკუპაციო რეჟიმს დაასრულებს. დიდი მადლობა და როგორ ფიქრობთ, იქნებით ალბათ თქვენი იმ სიაში, ხო? ხალხის მტრების სია ერთგვარი, რომელიც ვინც უნდა აიკრძალოს. კი, რა თქმა უნდა, გვაქვს ეს მოლოდინი, ცხადია რომ ვიქნებით, თუმცა ეს არ იქნება დამავკოლებელი. სია ალბათ სააკაშვილით დაიწყება, ამას ადვილი მიხვედი, ეს ადვილი ეხლა იმ ხელა მასშტაბებზე გავიდნენ უკვე, რომ ალბათ ძალიან დიდი სია იქნება, მაგრამ ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველანაირი ჩვენთვის პოლიტიკოსობა არ არის რაღაცაში პრივილეგია. ამ ბრძოლაში ვიქნებით როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ისე ბედის ირონიაა, რომ იმ მოსამართლეებმა კორპუსს გულისხმობ ერთობლიობაში უნდა აკრძალონ, ვინც სწორედ ნაციონალური მოძრაობის ყოფნისას ხელისუფლებაში გააკეთეს ის საქმეები, ის გადაწყვეტილებები მიიღეს, რის გამოც მაშინ როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ქუჩაში იდგა ხოლმე ოპოზიცია და აპროტესტებდა. მართლა როგორი ბედის ირონია, რომ აი ამ ნალოლიავებმა წინა ხელისუფლების დროსაც ნალოლიავებმა სასამართლომ, ჯიბის სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თქვენ საკრძალვასთან დაკავშირებით. და ამაზე ვიტყვი, რომ აი ის რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო სასამართლო ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარ თავზე იწვნია შემდეგ ყველა ეს პროცესი და პირადად მიხეილ სააკაშვილმაც, იმიტომ რომ რაც მასთან დაკავშირებით ხდება ახლა, ხო და კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რასაც ანახებს, რომ ქართული ოცნების მიზანი 2012 წელს საერთოდ არ ყოფილა იმ შეცდომების გამოსწორება, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა. იმიტომ რომ ქართული ოცნების მიზანი იყო, რითაც მოვიდა, ხო? რა რიტორიკითაც ქართული ოცნების მიზანი იყო ის, რაც 13 წლის თავზე გახდა ძალიან ბევრისთვის ცხადი. ამ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია, ამ ქვეყნის საბოლოო ოკუპაცია, რუსეთის გუბერნიად ქცევა და თავისუფლების დაკარგვა. ეს არის რისთვისაც რის წინააღმდეგაც ჩვენ ახლა ვიბრძვით საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძოლებთ ბოლომდე თან. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და ღრმად დარწმუნებულის. აი ამ პროცესებმა ბევრი დათრგუნა და პირიქით როგორც არასოდეს ისე ვიცი, რომ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს რეპრესიული მანქანა ახლა. ჟანრის კლასიკა არის და ისტორიული სამართლიანობა არის ის, რომ საბოლოოდ მაინც ეს ქვეყანა და ჩვენ გავიმარჯვეთ. არა, რაღაც ძალიან მომავალში კი არა, ახლა და ამ დროს. მადლობა ანა, წარმატებას გისურვებთ. ალბათ შევხვდებით კიდევ, როდესაც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შევა ეს არჩევანი და მე